ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშტობისა 21 იანვრის შოუ-ბიზნესური სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან და კომპანია ყაზბეგთან ერთად. ამჯერად თქვენს ინფორმირებაზე მე სალი ვიზრუნებ. მაესტროს ხმის ჩამწარ სტუდიაში თიკა ჯამბურია ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელიც მიშა მდინარაძეს ეკუთვნის და მას ასე ქვია სებია. მისი ტექსტი კი ძველი ებრაული პოეზიიდან არის ნათარგმნი. აი დაახლოებით წარმოიდგინეთ იქ არა რომ აი 4 კედელ შორის ხარ შენ ხვდები და ვერ მიდიხარ ვერსად აი რაღაც ეს ის კონდეს რა გაწყობა რა მიუყვებამ წერას წემსი ცირიელთვის დღეს ოქროთ სურვილ პალატებში სიყვარული თვლეს მიშამ ეს სიმღერა დაწერა ჩემთვის და ამ სიმღერას შევასრულებ ჩემ სოლო კონცერტზე 1 მარტს. დიდი ხანია უკვე ვაპირებდი თიკასთვის რაღაც სიმღერის დაწერას და ალბათ რაღაცნაირად ჩემში უმწიფდებოდა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ სწორედ ეს სიმღერა ჩავთვალე რომ თიკასთვის იქნებოდა ძალიან კარგი, ანუ საინტერესო ტანდემი იქნებოდა ეს სიმღერა და თიკა. ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ამ სიმღერის, იმიტომ რომ ეს არის შუა საუკუნეების ებრაული პოეზია. ჯემალ აჯიაშვილის თარგმანია, ხოლო ავტორი თავად ამ ლექსების არის მოშე იბნ ეზრა. ძირი უხმობს დღეს ძალიან კარგი სიყვარული მუსიკალურ თეატრში ამავე თეატრის თანამშრომელმა გოჩა მეძმარიაშვილმა საკუთარი ნახატების გამოფენა მოაწყო. ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა ზუსტად ამ თეატრის კედლებში შედგა, სადაც მთელი ბავშვობა გატარებული მაქვს და ძალიან უკავშირებ მთელ ჩემ ცხოვრებას ამ თეატრს. მომცა საშუალება იმისათვის, რომ გამომეფინა ჩემი ნახატები და გამომემჟღავნებინა ის რისი შესრულებაც მოვახერხე წელიწადნახევრის განმავლობაში. არაპროფესიონალი მხატვარი ვარ, ეგრევე ვითვლები, საერთოდ არ მესმის სიტყვა პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში რა შეიძლება ერქვას და საერთოდ მხატვრობაში მე მგონი მე ვფიქრობ არ უხდება პროფესიონალიზმი, მე ვფიქრობ არ მიწყენენ არც პროფესიონალები, არც კრიტიკოსები ამ შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ხალხს მოსწონს, ძალიან მოხარული ვარ ზუსტად იმ ფაქტითაც, რომ ხალხი აღფრთოვანებულია იმით, რასაც ნახულობს და ხედავს. მიხარია, რომ გოჩა ჩემი მეგობარია, ამაჩვენები აქ მსახიობები არიან, იყვნენ თავის დროზე, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და მიხარია იმდენად, რამდენადაც ჩემი მეგობრის ხელა წარმატება კარგია და ნაცნობი სახეები და ოჯახები, სასიხარულო შეხვედრები და რუსთაველის გამზირი. ყველანი გათენებასელიან. ეს ყველაფერი ნატო გელაშვილის ახალ ვიდეოკლიპში, რომელსაც ასე ქვია თენდება. მისი პრემიერა ბარტუკანში შედგა. სხვათა შორის ნატოს ახალ ვიდეოკლიპში მისი მოსწავლეც გიორგი ღოღობერიძეც მღერის. ხელი შემოქმედებით ის სახეები, დიდი მადლობა გადაუხადოთ და თქვენთან ერთად აღვნიშნოთ. ახლა ნატო საკმაოდ დილამ შვიდობისა უმზემს ხივები გვაჩუქა დილამ შვიდობისა გვისურვა და დაგშურდა დღე იწყება ახალი ღამე უკვე დასრულდა დაგრძელდება სიცოცხლე ამ ლამაზი ფერებით მზის ხივებმა მავსო თვალს მომად გაცრემლები დილამ შვიდობისა რა ლამაზა თენდები მოდი შემომხვიერთელები ეხელები სიყვარულის მსნელები
ჩვენ მთელი ოჯახით ვიღებთ მონაწილეობას ამ კლიპში. ძალიან თბილი და ლამაზი კლიპია, სასაცილოც არის. ძალიან მესიამონა, ალბათ მაინც ის რაღაცა დედის გულია ალბათ, რომ რაღაც ჩემი მარიკო რომ დავინახე, ახლა ძალიან გამიხარდა და ეს არის სიმღერა ჩვენი მომავლის დილაზე, რომელიც შეიძლება ოდესღაც გათენდეს ჩვენთან მართლაც და ესეთი ბედნიერები შევხვდეთ ერთმანეთს, კეთილი ღიმილით. როგორც ეს იყოს ალალი, იმ ნამდვილი ბედნიერებიდან გამომდინარე ღიმილი, რაც ამ კლიპში დეს და რაც ამ სიმღერაში. ეს კლიპის გადაღების დროს როგორ ერთობოდა ლელა და ასე შემდეგ. ესე იგი იქნებათ მონსტრის იმიჯი, მაგდა კიდე ვიღაცა ნატოსეულის სითბოთი არის სავსე სითბოთი სიმღერა რაღაცა ნოსტალგიურიც არის ჩემს ყოველ შემთხვევაში გამოიწვიეს ნოსტალგიური გრძნობა ანუ რა თქმა უნდა მით უმეტეს როცა თემა ეხება თბილის თან აქ ისეთი ხალხია სხვადასხვა თაობის წარმოდგენილი ამ კლიპში სწორედ ის ადამიანები ვინც თბილის აკეთებენ საერთოდ და ამიც ქმნიან იმიტომ რომ ადამიანების გამოგიყვარს ესა თუ ის ქალაქი შეიძლება ითქვას რეჟისორმა დათო იმედაშვილმა დაასრულა მუშაობა ჯგუფ რონდოს ახალ ვიდეო კლიპზე, რომელსაც ასე ჰქვია მოდი. როგორც იცით, გადაღებები აჭარა მუსიკალში მიმდინარეობდა და მასში გოგონების გარდა მათი გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ. დატვირთვა აქვს მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური ეფექტის თვალსაზრისით. გოგოები არიან გალიაში, შედისიან მათი ფანები და ახლობით ასია, ან თავისუფლები მათ იმართება დიდი კონცერტი. აი ეს არის. ძალიან კმაყოფილი ვარ და ვნახოთ მაყურებელი როგორ მიიღოს. მე ფიქრობ ჩვენ შემოქმედებას კიდევ ერთი ლამაზი ვიდეო რგოლი შეემატა. დათომ გააკეთა ის, რაც გვინდოდა. მე პირადად ძალიან მიხარია მასთან რომ მოგვიწია მუშაობა. სხვათაშორის აღნიშნავ ერთ რამას, მეგონა ძალიან მძიმე იქნებოდა მასთან მუშაობა, იმიტომ ძალიან მომთხოვნია, მაგრამ იმდენად აგვარებდა ამ ყველაფერს, რომ გვიოლებდა ამ სამუშაოს და საკმაოდ სახალისო იყო მთლიანად ამ ვიდეო რგოლის გადაღება. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.